ნებრასკაში სიმინდში დაკარგვა ძალიან ადვილია. ვინაიდან აქ ის მთავარი მეურნეობის კულტურაა. სიმინდი ყვითელი, თეთრი, ტკბილი, პოპკორნი, დეკორატიული, ეთანოლის წარმოებისთვის ნებრასკა სიმინდის მოყვანაში მეზობელ შტატებთან პირველობისთვის გამუდმებით ასპარეზობს და ხშირად იმარჯვებს კიდეც. ნებრასკა ფერმერული შტატია. ამასთან ამგვარი წოდება ამერიკაში ერთ-ერთმა პირველმა მიიღო. სიმინდის გარდა სხვა მარცვლეულიც, პარკოსნებიც და უმეტესი ხილბოსნეულიც შესანიშნავად იზრდება. მაგრამ ქვეყანაში პოპკორნის წარმოებაში ნებრასკა უცვლელი ლიდერია. სემ კრუგის საწარმოში ისეთი სუნი დგას, როგორც კინოთეატრში. პოპკორნის გამო, რომელსაც ყოველ 15 წუთში ამზადებენ, რასაც საწარმოოს ხარისხის კონტროლის წესი განახობს. მგონი პოპკორნს დღეში 5-ჯერ ვჭამ. სამსახურში დილიდან ღამემდე. სახლში მისვლისას კი ოჯახთან ერთად. მაგრამ ჭამისთვის ჯერ სიმინდის განსაკუთრებული სახეობა უნდა მოიყვანო. ფეთქებადი. ამერიკაში მას უბრალოდ პოპკორნს ეძახიან. სიმინდს ძალიან გავს, მაგრამ მაინც განსხვავებული კულტურაა. პოპკორნში ბევრი სახამებელია, ხოლო გარეგარსი ძალიან მაგარია. მარცვლის გაცხელებისას სახემებელი ტენს ერევა, შიგნით დუღს და ბოლოს გარს ხეთქავს. ხოლო თუ ამგვარი ხერხით ჩვეულებრივი სიმინდის მომზადებას ეცდები, მარცვლები უბრალოდ დაიხეთქება. ნებრასკაში პოპკორნის მოსაყვანად საუკეთესო პირობებია. უპირველეს ყოვლისა წყალქვეშა წყლის აუზის წყალობით, რომელიც პირდაპირ ჩვენს ქვემოთ მდებარეობს. ეს არის ყველაზე დიდი მიწისქვეშა წყალსატევი, არა მხოლოდ აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოშიც. მხოლოდ 9 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. უდიდესი ტბაა პირდაპირ მიწის ქვეშ. ფეთქებადი სიმინდის მოყვანა უფრო რთული და ხარჯიანია ვიდრე ჩვეულებრივის, მაგრამ მოგებაც მეტია. სემის საწარმო ასეულობით ადგილობრივ ფერმერთან თანამშრომლობს. ენდრიუ ფერმერულ ოჯახში გაიზარდა, ამიტომაც მომავალი პროფესიის არჩევაში არც ეჭვობდა. 9 წლის ამ ტრაქტორის ტარება ისწავლა, მართალია იმ დროს ტექნიკა თანამედროვეზე გაცილებით მარტივი იყო. ეს ტრაქტორი ძალიან ძვირია, $200,000-მდე ღირს, სახლივით. ტრაქტორის თქვენი სავარძელი ჩემი ოფისის სავარძელზე უფრო მოსახერხებელია. აქ ძალიან ბევრ დროს ვატარებთ. ჩათვალეთ, რომ მოძრავი ოფისია. ნავიგატორი, კონდიციონერი, სავარძლის გათბობა, ასეთი ტრაქტორიდან გადასვლა არც მოგინდება. სკამის ქვეშ Bluetooth საკრავიც არის. შესანიშნავი ტრაქტორია. თუმცა მოსავლის აღებისას ტრაქტორზე დღე-ღამეში 16 საათი გიხდება მუშაობა. სხვაგვარად ტექნიკის ცეცხლს ვერ გადაიხდით. ჯერ კიდევ ბაბუა მეუბნებოდა, 50-იან წლებში წარმატებული ფერმერი ის იყო, ვინც ბევრსა და შეუპოვრად მუშაობდა. ახლა კი ფერმერს განათლება სჭირდება, ვინაიდან დღეში 18 საათით შეგიძლია იმუშაო, მაგრამ ბაზრის მოქმედების გაგების გარეშე შეიძლება სწრაფად გაკოტრდე. ენდრიუ მოსავალს ამ კომბაინით იღებს, რომელიც სასწაულ ტრაქტორთან ერთად მუშაობს. შემდგომ პოპკორნი სემის საწარმოში ხდება. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ამ ელევატორში არის სიმინდი. საწარმოს წარმადობა იმდენად მაღალია, რომ მუშაობის 1,5 საათში ნებრასკის მოსახლეობის გამოკვება შეუძლია. საწარმოში პოპკორნს წონის, ზომის და ფერის მიხედვით ახარისხებენ. ამავდროულად პოპკორნს გაფართოების სისწრაფეზე ამოწმებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ბრაწავენ და აკვირდებიან, თუ რამდენი მზა პროდუქტი გამოვა. პოპკორნს ყოველთვის ცელსიუსით 250 გრადუსზე ვამზადებთ და მხოლოდ ქოქოსის ძეც ვიყენებთ. ნახეთ, მზა პოპკორნი 47-მდე მივიდა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ანუ ერთი ჭიქა ნედლი პოპკორნისგან 47 ჭიქა მზა გამოვა. ასეთ პოპკორნს პლატინისას ვეძახით, რომელსაც კინოთეატრებში ყიდიან. ახლა კი სამუშაოს საუკეთესო ნაწილი გასინჯვა. პირველად ვჭამ პოპკორნს სათლიდან. სუფთა პოპკორნი დანამატების გარეშე დაბალკალორიული პროდუქტია. სასარგებლოც კი უჯრედანის მაღალი შემცველობით. პეპელა, ხომ ხედავთ ფრთებს? ეს კი სოკო. თუ კარამელიანი პოპკორნის გაკეთება გინდა, ან კანფეტის გემოთი უმჯობესი ამგვარი სახეობის გამოყენება. ამგვარ ფორმაზე უფრო მოსახერხებელია რაიმეს დატანა. დანამატით თუ მის გარეშე ამერიკელები იმდენ პოპკორნს ჭამენ, ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერი სხვა ქვეყანა. წელიწადში 50,000 ტონას. აშშ-ის პოპკორნის საბჭოს მონაცემების თანახმად. წასახემსებელი ისეთი პოპულარულია, რომ სახლის პირობებში პოპკორნის მოსამზადებელ თასს მილიარდერი უორენ ბაფეტის კი არეკლამებდა.
ის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია და ნებრასკელი. ბიზნესმენი 88 წლისაა და ცხოვრების უმეტესი ნაწილი მშობლიური შტატის უდიდეს ქალაქში გაატარა. ომაჰაში მისი საინვესტიციო კომპანიის მთავარი ოფისი მდებარეობს და უორენ ბაფეტი აქვე ცხოვრობს. ადამიანს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ნებისმიერი უძრავი ქონების შეძენა შეუძლია, ურჩევნია აქ ყოფნა. სახლში, რომელიც ჯერ კიდევ 1958 წელს შეიძინა. მილიარდერი ცნობილია ყოფითი სიმარტივით. მაკდონალდში საუზმობს, სვამს დღეში რამდენიმე კილო კოკა-კოლას და ადგილობრივი საკონდიტოროების ტკბილეული უყვარს. მაღაზიაში გვითხრეს, რომ ასეთი კამფეტები უყვარს. არაქისის ზეთით, შემდგომ ნუგა და ასეთი საყვარელი ფერადი დრაჟე. ტკბილეული სულ რაღაც $6 ღირს. ხოლო უორენ ბაფეტის სტილში სადილი უფრო ძვირი დაждდება, მაგრამ ოდნავ. ესე იგი უორენ ბაფეტს აქ უყვარს სადილი. დიახ, ქალაქში მისი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. რესტორან გორაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. ოდესღაც ბაფეტის თანაკლასელის მამას ეკუთვნოდა. რამდენიმე წლის წინ კი რესტორანი გასაყიდად გამოიტანეს. მილიარდერმა მის პარტნიორს გრანტ და ჯინს დაწესებულების შეძენა ურჩია. ისინი დათანხმდნენ და რემონტის დროს ბაფეტისთვის ცალკეული ოთახის გაკეთება გადაწყვეტეს. ეს არის მისი ოთახი. ძალიან პატარაა. სინამდვილეში ადრე გარდერობის ნაწილი იყო. უბრალოდ ნახევარი გადავტიხით. ჩემი პარტნიორის იდეაა. სიგიჟეთ მომეჩვენა, მაგრამ მისტერ ბაფეტს მოეწონა. გარემო სპარტულია. მაგი და ორი სკამი და კედელზე ძროხების სურათი. რომ მიხვდეთ თუ რამდენად პატარა ოთახია, შეხედეთ ვითვლი. 1, 2, 3, 4, მორჩა. ოთახი დასრულდა. მილიარდერს ყველაზე ხშირად ერთი და იგივე ოფიციანტი ემსახურება. დიახ, ძირითადად მისტერ ბაფეტი მე მკითხულობს. რიტა რესტორანში უკვე 13 წელია მუშაობს. აქედან 10 წელი უორენ ბაფეტთან ერთად. ამბობს, რომ ვერ იჯერებდა, როდესაც პირველად შესთავაზეს მისი მაგიდის მომსახურება. მეგონა, რომ მაშაყირებდნენ. შემდგომ კი აღმოჩნდა, რომ სიმართლეა, ძალიან გამიხარდა. შესანიშნავია, ძალიან სასიამოვნო ადამიანია. მილიარდერის შეკვეთა რიტამ ზეპირად იცის. ჩვეულებრივ ეს არის ძვლიანი სტეიკი, კარტოფილი, სპაგეტი, სალათი, ცისფერი ყველით და ალუბლის კოლა. ასეთი კრებული $50-მდე ღირს. მისტერ ბაფეტი ყველაფერ ამას მთლიანად ჭამს? არა მოვიტყუები, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ ყველაფერს ცოტა-ცოტა იღებს. ნარჩენები კი ჩემი ძაღლისთვის მიმაქვს. ძალიან ბედნიერია. წარმოიდგინეთ, თავში საფრიდიდან ავიყვანე, ევთანეზიისგან გადავერჩინე. ახლა კი მილიარდერის სტეიკს ჭამს. რიტას ძაღლს ნამდვილად გავმართლა, ვინაიდან ნებრასკის სტეიკი ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა. შტატი ხუთეულში შედის, ყველაზე განვითარებული მესაქონლეობის რეგიონში. აქ ადამიანზე მეტი ძროხაა, ხოლო ნებრასკის ტერიტორიის ნახევარს საძოვრები იკავებს. ნახე რა ლამაზი ძროხაა, გადაიღე. რანჩოზე ყველა დღე განსხვავებულია, მაგრამ სამუშაო ყოველთვის არის. საქონელს ყურადღება უნდა მივაქციოთ. უნდა ვამოწმებდეთ, რომ საძოვრების გარშემო ღობე წესრიგში იყოს. 21 მინდორი გვაქვს. საქონელს ყოველ 3 დღეში ერთიდან მეორეში მივერეკებით. სკოტი და ბილი კეის ფერმერული კარიერა ნახევარ საუკუნეს მოითვლის. სკოტი ფერმაში გაიზარდა, ბილი კი ქალაქელი გოგონაა, თუმცა სოფელში გადასვლას, სადაც უახლოეს მეზობლამდე რამდენიმე კილომეტრია, დათანხმდა. მათ ფერმას დიდი ლურჯი რანჩო ქვია და წყვილი დარწმუნებულია, რომ ეს მთელს ამერიკაში საუკეთესო ადგილია. რანჩო სკოტის მშობლებს ეკუთვნოდა. თანდათანობით გარშემო მიწას ვყიდულობდით, ამგვარად ფართობი გავაორმაგეთ. ახლა 800 ჰექტრამდე გვაქვს. სკოტი ასე ძროხებს ეძახის. ისინიც გუნდად ხმამაღლა პასუხობენ. აქ 1000-მდე ძროხაა და სიმართლე რომ თქვა, ამ კომპანიის შუაში ყოფნა ოდნავ შემაშინებელია. მით უმეტეს რომ რაღაც არც ისე კარგად ღმუიან. თუმცა სკოტი გვამშვიდებს, პირიქით ეს არის სასიხარულო ინტონაცია. ძროხებმა იციან თუ საძოვარზე ხალხი მოდის, ესე იგი ახალ ნორჩ მინდორში გადარეკავენ, სადაც ბალახი უფრო წვნიანი და გემრიელია. მაინც ოდნავ მეშინია. თუმცა ძროხებმა ნაადრევად დაასკვნეს. სკოტი ამბობს, რომ ამ საძოვარზე ჯერ ერთი დღე არიან და ბალახის შეცვლა ჯერ ნაადრევია. სამაგიეროდ საკვებად სასარგებლო მინერალების დამატება შეიძლება და სპეციალური მწერების საწინააღმდეგო საშუალების მიმაგრება. ძროხა მოდის ტომარას ეხახუნება, საიდანაც მტვერი ტყავზე ეყრება და ამგვარად ცხოველებს ბუზებისგან იცავს. ეს კიდევ ერთი ხერხია, ტომარა სპეციალურ ზეთს ვუსვამ, რომელიც ასევე მწერის კბენისგან იცავს.
აქვე მინდორში ფერმერი დასნებოვნებულ ძროხებს მკურნალობს. ამისათვის წამლით დატენელ სპეციალურ პისტოლეტს იყენებენ. შემდგომ სკოტი კვადროციკლს მხნედ მოახდება და მომდევნო საძოვრის შესამოწმებლად მიეშურება. დიდი ლურჯი რანჩო, ნებრასკის 19,000 მესაქონლეობის მეურნეობიდან ერთ-ერთია. ფერმერების დავალება არა მხოლოდ ძროხების მოშენება და მოგების მიღება, აქ ყოველი ყურადღებით და სიფრთხილით ეპყრობა მიწას, რომელიც მათ კვებავს. იცით რა მოძდის მიწას, თუ მას არ მოუვლი, არ მოაშორებს სარეველას, არ დარგავ ხეებს. უბრალოდ უსარგებლო უდაბნოდ გადაიქცევა. ოდესღაც ნებრასკის ეროვნული ტყეც ამგვარი უდაბნო იყო. გასული საუკუნის დასაწყისში ბოტანიკოსმა ჩარლზ ბესიმ ივარაუდა, რომ რანჩოს მინდვრებში ადრე ხეები იზრდებოდა და ახლიდან დარგვა გადაწყვეტა. ამგვარად აშშ-ში ყველაზე დიდი ხელქმნილი ტყე გაჩნდა. ძალზედ უჩვეულოა, რომ ამგვარი ტყე ნებრასკაში მდებარეობს. ამასთან რეგიონ სენტ-ჰილსის შუაგულში, რომელსაც ტრამალი და ქვიშიანი დიუნები ახასიათებს. მიუხედავად ამისა, ტყე შესანიშნავად იზრდება ქვიშაში და ზუსტად ნებრასკას ცენტრში მდებარეობს უძველესი საშენი, სადაც წელიწადში 2 მილიონზე მეტი ხე მოყავთ. რიჩარდ გილბერტმა იცის, თუ როგორ გაზარდოს მცირე თესლისგან მოხდენილი ნაძვი ან ფიჭვი. პროცესი ისევე იწყება, როგორც ბუნებაში, კირჩიდან, რომელიც საშენში მკაცრად ამ ტყიდან მოაქვთ, რომელსაც შემდგომ ახალგაზრდა ხეებით განაახლებენ. გირჩებს დახლებზე ვანაწილებთ და ცელსიუსით 38 გრადუსზე 2 დღე ვაშრობთ. გირჩი იხსნება და თესლის ამოღება შეგვიძლია. შემდგომ კი სიცივეში, ანუ დიდ საყინულეში, რომელსაც თესლის საცავი ქვია. სხვადასხვა მცენარის 6,5 კილოგრამამდე თესლს ვინახავთ. ტემპერატურა ცელსიუსით -7 გრადუსია. ცივა. ამგვარი პირობები თესლის მძინარე მდგომარეობაში შენახვის საშუალებას იძლევა და შეგვიძლია წლობით შევინახოთ. კოლექციის ყველაზე ძველი ნიმუშია 1963 წელს აგროვილი თესლი, საიდანაც ხის გაზრდა დღესაც შეიძლება. მთლიანობაში კი მომავალი მცენარე საყინულეში ნაკლებ დროს ატარებს. ჩვეულებრივ დეკემბერში საჭირო სახეობას სითბოში გამოიტანენ, 2 თვეში კი დათესავენ. სათბურში ნაძვი და ფიჭვი ნოემბრამდე მზეს ეფიცხება, ნაკადულის წყლის აბაზანას იღებს, რათა შემდგომ კვლავ სიცივეში მოხვდეს. ნერგებს ვყინავთ, ვინაიდან სხვადასხვა რეგიონში გაზაფხული განსხვავებულ დროს მოდის. თუ ჩვენთან თბილა სხვა შტატებში, რომელსაც ნერგები ჭირდება, შეიძლება ჯერ კიდევ ყინვა იყოს. თუ ნერგს სათბურში დატოვებ, შემდგომ კი უბრალოდ ცივა ადგილას დარგავ, სავარაუდოდ არ გაიხარებს. ასე კი მცენარისათვის გაზაფხული დგება მაშინ, როდესაც საყინულედან გამოიტანთ. რიჩარდი ნერგებს ნებრასკის, კოლორადოს, ვაიომინგის, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტასთვის ზრდის. ხანძრის დაავადების გვალვის შემთხვევაში ადგილობრივმა მეტყევეებმა იციან, რომ ბესის სანერგეში აუცილებელი თესლი არის, რათა დაკარგული ტყე შეავსონ. პატარა ნაძვი და ფიჭვი თითქმის მზად არის დიდი მიწისთვის. თუ კარგი ამინდი იქნება და უხრი ნალექი, მათგან 90% ახალ ადგილას გაიხარებს. ხოლო იმისათვის, რომ ეს პატარები დიდ ხედ გაიზარდოს, კიდევ სულ მცირე 40 წელი დაჭირდება. ბესის სანერგე ნებრასკის ღირსშესანიშნაობაა. ექსკურსიაზე დადიან ადგილობრივი მოსწავლეებიც და შტატის სტუმრებიც, მით უმეტეს, რომ მახლობლად ნებრასკის კიდევ ერთი სასწაული მდებარეობს. თითქოს და ნებრასკა არის უსასრულო ტრამალი, მაგრამ ამ ტრამალშიც კი შეიძლება რაღაც ძალზედ უჩვეულოს გადააწყდე. შორიდან ნამდვილ სტოუნჰენჯს გავს, მაგრამ თუ მივახლოვდები, აშკარა ხდება, რომ ქვების ნაცვლად წრიულად განთავსებული 39 ავტომობილია. ქანდაკების ავტორი ჯიმ რეინდერსი ნამდვილად გარკვეული დრო ბრიტანეთში ცხოვრობდა და ნამდვილ სტოუნჰენჯს იკვლევდა. შინ დაბრუნებისას კი მსგავსი ნაგებობის აშენება გადაწყვეტა ნებრასკის ტრამალში. ქვების ნაცვლად მანქანები გამოიყენა. სახელწოდებაც ასეთი აქვს: ქარჰენჯი. ქარჰენჯი 1987 წლის ივნისში განათავსეს. ზაფხულის ბუნიობისთვის. აქ ძალიან უყვართ დაისისა და აისის შეხვედრა, ასევე მზის ჩაბნელებაზე დაკვირვება. ბოლოს ამგვარი რამ გასული წლის აგვისტოში ჩატარდა. ქარჰენჯთან 4000 ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ნებრასკის გუბერნატორი. ავტომობილის ხელოვნების ქმნილებად გადაქცევა პრაქტიკული ნებრასკისთვის უფრო გამონაკლისია. აქ მანქანებს პირდაპირი დანიშნულებით უფრო იყენებენ. 6000-ზე მეტი ადამიანი ადგილობრივი ტვირთ ბრუნვის დარგში მუშაობს. მათგან ნახევარი საატვირთოს მძღოლები არიან.
ნებრასკას ქვეყანაში სიგრძით მეორე გზა გაივლის. I-80, რომელიც კვეთს მთელ ამერიკას აღმოსავლეთიდან დასავლეთით. სატვირთოს მძღოლისთვის ხელშესაწყობად გზატკეცილის გასწვრივ სპეციალური ცენტრებია განთავსებული, სადაც მძღოლს შეუძლია გამართვა, წახემსება, სპეციალურ მაღაზიაში შენაძენის გაკეთება, აქ არის ყველაფერი მძღოლის კომფორტისთვის. ნახეთ როგორი ლეიბია. როგორც წესი ამგვარ მანქანებში საწოლი არის. მისთვის ბალიში, რბილია. მაღაზიის გარდა მძღოლებისთვის მუშაობს სამლოცველო, სათამაშო ავტომატები, მასაჟი, ბილიარდი, ტატუ სალონი. ასევე ცენტრში არის 10-მდე საშხაპე და დიდი სამრეცხაო, სადაც გავიცანით რობი. მისი მარშრუტია ვაიომინგიდან მისურისკენ. ნებრასკის ცენტრში სატვირთოს მძღოლს გეგმიური გასათევი გაჩერება აქვს. პიტერბილტია, მოდელი 587, თითქმის 2 მეტრიანი საწოლი აქვს. შესანიშნავი ლეიბია, სხეულის ფორმას იღებს. მაშინ $500 გადავიხადე. აქ მაქვს მაცივარი, კარადა. ეს კი საბანი, რომელიც ცოლის დამშემიკერა. ყავადანი, ტელევიზორი, ნოუთბუქი, პრინტერიც კი მაქვს გზაში თუ რამე საბუთის ამობიჭდვა დამჭირდა. წესების თანახმად რობის გზაში 11 საათი შეუძლია ყოფნა, ისიც მცირედი შესვენებით. საჭესთან 8 საათის შემდეგ ვალდებული ვართ გავჩერდეთ 30 წუთით. პროგრამა აჩვენებს, კიდევ რამდენი ხანი შემიძლია ვიყო გზაში. სატვირთოთი რობი მთელი ქვეყანა შემოიარა. შინ ორეგონში 6-8 კვირაში ერთხელ ბრუნდება. ოჯახის უმეტესი წევრიც სატვირთოს მძღოლები არიან. დედა ჩემი ატარებდა სატვირთოს, ჩემი 4 ბიძა და 2 უმცროსი ძმაც. ტრაილერის სამართავად კომერციული მართვის მოწმობის მიღება არის საჭირო და სატვირთოს მართვის სასწავლებელში 160 საათი უნდა კონდეს ნასწავლი. ასეთი დიდი მანქანის მართვა ადვილი არ არის, ამბობს რობი. მართლაც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ვინაიდან მსუბუქ ავტომობილზე ხალხი ხშირად არ უფიქრდება თუ რამდენად რთულია ამგვარი მანქანის მკვეთრად დამოხრუჭება. რობის ახსენდება, რომ ჩემთან საუბარში სარიცხი დაავიწყდა და სამრეცხაოში ბრუნდება. ამასობაში სადგომში მორიგი სატვირთო შემოდის. საჭესთან გოგონა. სატვირთოს მძღოლებს შორის ქალები მხოლოდ 6% არიან. ჩვეულებრივ ასეთი რეაქცია აქვთ. ღმერთო, ჩემო, შენ სატვირთოს მძღოლი ხარ? ლორი უკვე 20 წელია საჭესთანაა, თუმცა ავტომობილი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეუყვარდა. ჯერ კიდევ ასეთი სიმაღლის ვიყავი. ტრაილერი პირველად დავინახე და აღფრთოვანებული ვიყავი. მშენებლობაზე და სარესტორნო ბიზნესში მუშაობდი. ხაზვაში ხარისხი მივიღე. შემდგომ კი სრულად შემთხვევით ტრაილერის საჭესთან დავჯექი. ბიჭი, რომელსაც ლორი იმ დროს ხვდებოდა, ტრაილერის მძღოლი იყო და მან სატვირთოს მართვა ასწავლა. შემდგომ კი დამოუკიდებელი კარიერა დაიწყო, რომელსაც ახლა არაფერზე გაცვლის. ერთ ადგილას 16 საათზე მეტი ხანი არასოდეს ატარებ. განსხვავებული ადგილი, განსხვავებული ხალხი, ძრავის გუგუნის შეგრძნება, მანქანის მსუბუქი ვიბრაცია ვრცელდება, ენით აღუწერელია. მესაჭე თუ ფერმერი, მესაქონლე თუ ბიოლოგი, რეინჯერი, რესტორატორი, საქმიანობის მიუხედავად ნებრასკაში იციან. ზაფხულში შტატის მთავარი მოვლენაა გამოფენა. ჯერ იყო გამოფენა, უყვართ ამის გამეორება ადგილობრივებს. მიუთითებენ იმას, რომ მსგავსი ღონისძიება ჯერ კიდევ იმ დროს ჩატარდა, სანამ ნებრასკა შტატი გახდებოდა. ქალაქელისთვის გამოფენა აღმოჩენებითა და მოულოდნელობით არის სავსე. მაგალითად, ცხვრებს კრეჭენ, შემდგომ კი მოსავენ, რომ არ შეცივდეს. ამ გალიაში ფერადოვანი ქათა მიბინადრობს, გვერდზე ბიჭუნა ძროხაზე წევს. მეზობელ დარბაზში კი ღორები გოჭების დაყრას აპირებენ. დაკვირვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მეტიც ადგილობრივებს ბავშვებიც მოყავთ, რათა იცოდნენ თუ რა როგორ არის მოწყობილი ბუნებაში. ამასობაში არენაზე ბრძოლა ჩაღდება. პირველი ასპარეზობა აქვთ საჭაპანო ცხენებს. ციგებს ქვიშაში მიათრევენ. გუნდმა კი თივის ზვინები სწრაფად უნდა ააგროვოს. შემდგომ უფრო ბზინავი ასპარეზობა. ასპარეზობაში ერთი ცხენი მონაწილეობს. ჩემი მხოლოდ 3 წლის არის, ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში ჭირდება. ქალი როგორც წესი ლამაზ კაბას და კოსტიუმს იცვამს, კაცი პიჯაკს და შარვალს. არენაზე ჯინსებში გასვლა აკრძალულია.
ასეთი ასპარეზობისთვის ცხენებს მრავალი თვე ამზადებენ. მთავარი მიზანია მომშენებლის წარმოჩენა და რამდენიმე ცხოველის გაყიდვა. ასეთი ცხენის გამოკვება წელიწადში $2500 ჯდება. ხოლო წარმოდგენისთვის სწორად მოსამზადებლად კიდევ 9000-მდე. სანამ ცხენები ასპარეზობენ, გამოფენის მეორე ბოლოში როდეო იწყება. ოღონდ სრულად უჩეულო. როდესაც უმეტესობას ესმის როდეო, ყველა კოვბოიზე ფიქრობს. მაგრამ ეს არის მუშათა ასპარეზობა, რომლებიც ელექტროგადამცემ ხაზებს ემსახურებიან. შეხედეთ ახლა ბოძზე ელექტროსამუშაოს ასრულებენ. მუშების სისწრაფეში გადართავენ ფაზებს, ცლიან ტრანსფორმატორს და დაზარალებულ მანეკენს გადაარჩენენ. ეს არის სამუშაო სუფთა ჰაერზე, დროის გატარების და ხალხის დახმარების შესანიშნავი შესაძლებლობაა. შესანიშნავია, როდესაც მაგალითად ხალხს ელექტროვა არ აქვს, მე კი დახმარება შემიძლია და ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთება. სიმაღლეზე სამუშაო ძირითადი კამარია. აქ არის უსაფრთხოების ღვედი, დაზღვევა, მას ბოძის გარშემო ვამაგრებთ. ფეხებზე ასეთ კაუჭებს ვიცვამთ. წვეტები ბოძზე შეკავების საშუალებას გაძლევს. უმეტესი გადამცემი ბოძი ხის არის, ასე რომ ამგვარი აღჭურვილობით ადვილად შეგვიძლია ასვლა. გამოფენის უცვლელი ნაწილია ძველი ტრაქტორების აღლუმი. ამერიკაში განსაკუთრებით კი შუა დასავლეთში ძველი მეურნეობის ტექნიკის კოლექციონერობა პოპულარული, თუმცა არც ისე იაფი გატაცებაა. ამ ტრაქტორის მოსაწესრიგებლად $9000 დავხარჯე. მეუღლემ რა გითხრა? განქორწინებისთვის მზად იყო, თუმცა შემდგომ შეეგუა. ხოლო კიდევ ერთი ტრაქტორის შეძენის უფლება ცოლმა აღარ დართო. აგვიხსნა, რომ მეუღლე 80 გადაცილებულია, რაში ჭირდება ამდენი ძველი ტექნიკა. პირველი ტრაქტორი ჯერ კიდევ 1961 წელს შევიძინე, როდესაც ჯარიდან დავბრუნდი. ძალიან დიდი და ძველი ტრაქტორი იყო. შემდგომ ფერმერობით დავკავდი და სულ უფრო მეტის შეძენა დავიწყე. მანქანის იშვიათობის მიუხედავად ბაბუა დელმერი საჭისთან ადვილად მიშვებს. რა გავაკეთო? გაზ დააჭირე. ოღონდ მსუბუქად. ხოლო შემდგომ გავიგე, რომ ძალზედ გამოუცდელი მესაჭი ვარ. მართვის მოწმობა არ მაქვს. მანქანა არასოდეს მიტარებია, სამაგეროდ ტრაქტორი უკვე ავითვისე. იცით, ეს ჩემი პირველი მართვის გამოცდილებაა, საერთოდ ცხოვრებაში. სრულად მოულოდნელად ნებრასკა ისეთი შტატი აღმოჩნდა, რომელსაც სრულად ჩვეულებრივი რამით შეუძლია განსვიფრება. იქნება ეს მეურნეობის ტექნიკა, პოპკორნის სახეობა ან ტყე შუა ტრამალში. და თითქოს სანამ დელმერი ძველ ტრაქტორებს აგროვებს, სკოტი საქონელს საძოვრებში მოხერხებულად ერეკება, სემი კი მზრუნველობით ყოველ დილას საღამოს სიმინს რწყავს, ნებრასკაში ყველაფერი მყარად და კარგად იქნება. და ამ მუდმივობის შეიძლება მხოლოდ გშურდეს. აქ უკვე დიდი ხანია იციან ცხოვრების სტილი. თუნდაც ტექნიკა უფრო თანამედროვე გახდა, ხოლო გამოფენებს სტუმრები სმარტფონებით იღებენ. ნებრასკის ძირითადი ღირებულებები 100 წლეულობით არ იცვლება. ბევრი შრომა, ბუნების პატივისცემა და საკუთარ ოჯახზე სრული მინდობა.